არსებობს თუ არა რეალობა ჩვენი აღქმის გარეშე, თუ სამყარო, რომელშიც ცხოვრობთ, მხოლოდ მეხსიერების, კულტურისა და პირადი გამოცდილებებისაგან აგებული კონსტრუქციის ილუზია. დღეიდან დამთვალიერებელ საშუალება აქვს სწორედ ამ ფილოსოფიურ და ეგზისტენციალურ კითხვებს ხელოვნების ენით უპასუხოს. გამოფენა აღქმის მიღმა იკვლევს უხილავ საზღვრებსა და სისტემებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობასა და პიროვნებას აყალიბებს. არის თუ არა თავისუფლება ჩვენი საზღვრების გადააზრება, თუ ისიც რეალობის ორგანიზების მორიგი ფორმაა. ახალგაზრდა არტისტის ლუკა არაბიძის გამოფენას ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს. დამთვალიერებელს ექსპოზიციის ნახვა დღეს საღამოს 7 საათიდან შეუძლია. გამოფენა აღქმის მიღმა რეალურად გვაჩვენებს თუ ჩვენ როგორ შეიძლება აღვიქვათ ჩვენივე რეალობა. ძირითადად ადამიანები ვფიქრობთ, რომ ჩვენ ობიექტურად ვაფასებთ საკუთარ სამყაროს, მაგრამ ხშირად არის ეს შემთხვევები, როდესაც ეს სისტემები აყალიბებს ჩვენ შეხედულებას, მაგალითად ექსტერნალური ფაქტორები, ენა, ასევე კულტურა და პირადი გამოცდილებები. ძირითადად ეს გამოფენა გვაჩვენებს არალოგიკური ობიექტების თანხვედრას ერთმანეთში. ძირითადად აქ წარმოჩენილია სისტემური კომპლექსური ინსტალაცია, რომელიც ცდილობს, რომ მაყურებელს დაანახოს თავისივე შინაგანი სამყაროს სტატიკური და სისტემური მდგომარეობა, რომელიც ერთ ადგილას არის გაყინული და რაღაცნაირად არ შეუძლია, რომ ამ გალიიდან გამოვიდეს და სხვა პერსპექტივიდან დაინახოს თავისივე რეალობა. ლუკა ძალიან საინტერესო ახალგაზრდა არტისტია, იგი 22 წლის არის და უკვე ქონდა გამოფენა ქარვასლაში, ასევე რამოდენიმე გალერეაში თბილისში. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მუზეუმისთვის მნიშვნელოვანია გვერდი დაუჭიროთ ესეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს და ვაჩვენოთ საზოგადოებას არაცნობილი პირველ ნაბიჯების დროს მყოფი არტისტი. ამისთვის შევქმნით ეს სივრცეც, რომელსაც ქვია სხვა სივრცე და ზუსტად ესეთი არტისტებისთვის არის გამოყოფილი. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ლუკა არაბიძის პერსონალური გამოფენა აღქმის მიღმა იქნება 16 აგვისტოს ჩათვლით. ჩვენ ველოდებით დამთვალიერებელს.